პროექტის გენერალური სპონსორია შატო თელავი. გადაცემის მხარდამჭერია ტაქსი დავინჩი 2 10 50 50. გამარჯობა. მე ბექა ჩხაიძე ვარ, გადაცემით KP ქართულად. დღეს კი ჩვენ უმშვენიერეს კვარტეტ ჰანგებთან ერთად გვიმასპინძლებს რესტორანი ორთაჭალა, რომელიც ნამდვილად ამშვენებს თბილისის ამ უძველეს უბანს. ეზოში შემოსვლისთანავე კი რესტორნის ინტერიერი მართლაც მე-20 საუკუნის თბილისის დასაწყისს გავს, სადაც თავადები კეიპობენ, რა თქმა უნდა, თავადურად. ამ ყველაფერს ძველი რო არ ვისაუბროთ, გაგვაცნობს რესტორნის მენეჯერი ქალბატონი თათი. მოგესალმებით. დიდი მადლობა მასპინძლობისათვის. ძალიან ნასიაუნები ვარ ინტერიერით, ძალიან მომეწონა და დღეს როგორც ყოველთვის გადასარევი საღამო გველის რესტორან ორთაჭალაში. კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა რესტორან ორთაჭალაში. კოლორიტულ უბანში, სადაც გაგიმასპინძლდებით ნატურალური პროდუქტისაგან დამზადებული უგემრიელესი კერძებით, ნამდვილი ქართული ღვინით და რა თქმა უნდა თბილისური ჰანგებით. როგორც ყოველთვის. მოგზანდით. მოგესალმებით ბიჭებო. რა თქმა უნდა განწყობა გადასარევი. ჰამადა გენიალური კვარტეტი ულამაზესი და უსაყვარლესი მომღერლები. ძალიან მიხარია რომ დღეს ერთად ვართ. დაპირებისამებრ ჩვენ რესტორანი ორთაჭალიდან იწყება ქართული кейფი და დანარჩენს ფაიტონით მოხვედი? ფაიტონით მოვედი ცხენის წელია. ძალიან მიხარია რომ ერთად ვართ. ნუ თამადაზე აღარ ვსაუბრობ, ჩემი უსაყვარლესი, ჩემი დათო როსტომაშვილი, ლეგენდა თამადა, დათო არჩვაძე რამოდენიმე სახის ლეგენდა და ულამაზესი კვარტეტი ჰანგები. მოკლედ ეხლა როგორც წესი და რიგია მე მინდა ვაღებზელო რა თქმა უნდა თამადა ჩემი და ჩვენი ქვეყნის უსაყვარლესი დათო როსტომაშვილი და სულ კარგ სოფელზე გეკეიფო ჩემო ძმაო გვერდი იყოს შენი ფარული გაუმარჯოს ჩვენს თამადას ამინდის გადასარევია რასი გაჯობია ლავითის თამადობას და ის მოსმენას შეგენაცო ეგძელია მიხარია ხოლმე თავიდან რომ ადგილზე მე ვერ მიძლები ზოგი იპარება და ჩემი ხოლმე უთხეგზელები ბევრჯერ შევსწრები ვარ ეგეთებას მარტა სიმარტეს ამ აი ხარით ხალხო მადლობა დობისთვის სიყვარულისთვის მოფერებისთვის ახლა ქართველი კაცისთვის ეს ამინდი არის მისწრებაზე თოვლი ბუხარი სიყვარული ბებოხი ინკარსახო თან ორი გიტარი რას ლაპარაკო და თან ასეთ ხალხთან თან როგორი წამყვანი საწავიყვანზე დავიცოდე სადამ მორჩდებით ბოლოს გაიხარეთ ჩემო საყვარელო ხალხო ფეხს ავდგები ერთ ადგილზე რომ შეგაწუხებთ მე მინდა დიდი სიყვარულით მოგეფეროთ უყველას ეს ჩემთვის არ არის უცხო მაგრამ აი ასეთ ლამაზ საზოგადოებასთან ყოველთვის დათავარ იმ სიყვარულისთვის რასაც кейფი ქვია ქართული кейფი უფლის ნების გარეშე არაფერი არ ხდება ამ ქვეყნად შეგვეციოს უფლის მადლი ნება მიმოძოთ შემოგთავაზოთ ყველაზე მართალის ადგილზელო ჩვენი მართლმადიდებლობისა უფლის ადიდებელი ალა ბუშკა შეგვეციოს უფლის მადლი მოწყალების ყალთა გადმოგვაფოროს ღმერთო მოგცე შნოსა დროცა ჯანი ჯანმრთელობა სურვილის და შესაძლებლად ვისლომოს ნოფერები ჩახუტები ჭიქეთები ზოგი დამოხატვის ძალების სახით ყოჩაღად წასვლის წამდეს ჯეროდეს და გვეშინოს ბოლოში გავიმეორე თუ შეგრჩება მაგის დამახსოვრების აზრი შეგვეციოს შეგვეციოს და ფაროლის ამინ აუფ სუფრას ანაკებო ვა რა კარგი ღვინოა ცოტა გავსიჩი ბიჭებო რა ხდება არის ამ სიახლე სუფრას თქვენსკენ ახალი ისევ ახალი წლების მინდა გამოდიხარ ხო აი შენ აღარ გეკითხე შენ დასასვენებლად ვიდეო ხოლმე ხო საზოგადოებრივ არ დაბალეირებეთ უფრო მეცმასმე
აბა სუფრა ნაკურთხია და შევიდიათ. ჩიქები არ ვნახოთ სარიელი როგორც კახეთშიც ახლა ღვინო დაუშვით ავდარივით. ჩიქები ცარიელი, თებში სარიელი არ ვნახო. აი ესე. ბათუმ კარგი იყო ამერიკაში. შენ ერთი კვირის წინ ჩამოხვედი ხო 10 დღის წინ ერთი კვირი. არა. ხო, ერთი კვირის. აიცემულო საზოგადოება მე ხშირი სტუმარი ვარ ხოლმე აქ ვინდა გითხრათ და შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო ყველა კერძს. შეგიძლიათ მიირთვათ თვალ დახუჭულმაც. სადაც გიდა ხელი ჩახავთ, ყველგან კარგი კერძია. სხვადასხვა ამ რესტორანს აქვს მეორე სართულზე ევროპული დარბაზი. ძალიან კარგი. იქაც ხშირად თავად. და წვეულებები მართება ხოლმე, ყველანაირი კარგი სახის. კი, ბანკეტები, წვეულებები, კორპორაციული საღამოები ხშირად ძალიან ხშირად მიწევს ხოლმე, თან ამობნელი ვარ რა თითქმის და. შენ არ მოგიწევს ხშირად უგუგებ. აქ თუ არა ვარ ხოლმე რო გავივლი ხოლმე მანქანაზე ვასიგნალებ. პატიცემულო საზოგადოება მინდა დიდი სიყვარულით მოგეფერო, მაგრამ არ მინდა ქუთაისელი თამადასავით გავამივიდეს, ერთი ნაბიჯი წინ წავიწიოთ ამბავი არ მინდა. წინ წავიგდოთ საქმე. შაბათი დღეა და ჯიჯიგე შალიკე შევხდნენ საღამოში საათს ერთმანეთს. რაი, აუ შენ დღეს ქორწილში არ ხარ, ვეღავე, მე რა შვიცარად დამთავრდა, აუჯო. არა, ვიჭი არ დამთავრდა, თამადა იყო, ის ხა ხვადაგი. ბაგო. რავი, სებეჟო, ყველა სადღიზელოზე იზახდა ერთი ნაბიჯი წინ წევიწოთ, ერთი ნაბიჯი წინ წევიწოთ და მეშვიდე სადღიზელოზე ხევიყავი ჭიშკართან. პატიცემულო საზოგადოება, ალავერდი გადავალ ჩემს დავითთან ამერიკიდან ახალი ჩამოსულია, უშინდილა ჩამოფრინა და მინდა გითხრათ, აკლიმატიზაცია ისე უცბად გაიარა არ ძინავს. არა, თელი ის რა არის, იცი? რეპეტიციაზე ვიყავი უკვე, რეპეტიციაზე რო იყო ეს. პირდაპირ აეროპორტიდან რეპეტიცია. შრომის მოყარე ადამიანი რა ფაქტია. ცოტა გვიან ხდება ხოლმე რაღაც. კუთხურიდან გამომდინარე. ღალატებს დაჭერლებას არა. შენგან ნაცვალე. შემოძვირფას საზოგადოება, დიდი სიყვარულით მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთი ულამაზესი ადგილზელო არ მინდა რომ სუფრა დავიწყო ისე რომ არ მოვეფერო იმ ძვირფას ადამიანს კიდევ ერთხელ ავდგეთ ფეხზე და შეგაწუხებთ იმიტომ რომ იმ დიდი ადამიანის ლოცვა კურთხევითაა რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა თითოეული ჩვენთაგანის დამძიმებულ სულებს რაღაც შეღავათი აქვს დილის 6 საათიდან გვიან ღამემდე დაუღალავად ლოცულობს ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ რომ ქართველებს ყავს ესეთი უდიდესი პატრიარქი ჩვენი უნიტარესი და ჩვენი უწმინდესი ღმერთმა დიდხანს ვიცოცხლოს ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს მრევლი უმრავლოს ჩვენს წმინდა სინოდს გაუმარჯვო ჩვენ სულიერ მოძღვებს სულიერ მამებს ეპისკოპოსებს ეკლესიის მსახურს ბერმონაზონს უყველას ვისაც ხელი წიფება აი ეს დიდი სიყვარული რასაც ლოცვა ქვია ლოცვა ყველასთვის საკურნებელია ჩემო ძვირფასო და მე მინდა დავლოცო ჩვენი ეკლესიის დედა ეკლესიის საჭეტრობელი ჩვენი პატრიარქი ჩვენი უწმინდესი და ღმერთმა შეგვეძლებინოს თითოეულ ჩვენთაგანს თუნდაც ჩვენი პატარა ლოცვით რომ შევეწიოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი პატრიარქის ჯანმრთელობას. ამინ. დედა ეკლესიის მადლი ფარავდეს ჩვენ ქვეყანას, მშვიდობა იყოს ჩვენ ქვეყანაში და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული ჩვენს პატრიარქს. ღმერთმა დიდხანს გვიყოფოს ჯანმრთელობას გვიყოფოს. ჩვენი ერის მამა, ჩვენი ერის წინამძღოლი უზენაეს და უნეტარესი იდეამელი. ჩვენი უწმინდესი საჭიროებებით სრულიად საქართველოს ლოცვა საქართველოს გაუმარჯოს. დიდება ამფას და ღმერთმა გვიძლიეროს ჩვენი უწმინდესი და ჩვენი სინოდი. დიდება ჩვენს დედა ეკლესიას. Rinia
აპლოდისმენტები არის უფასო დაუყარე. აი დღეს გენაცვალეთ. უნდა ვიქეიფოთ, აუცილებლად. თითოეულ სიტყვაში სადღე გრძელო არის ახლა სიმღერაში. გენაცვალოთ ჩემი თავი. აი ამ ლამაზმა სიმღერამ ჩემო საყვარელო ხალხო ერთი ლამაზი სადღეგრძელო მოიტანა და დღევანდელი ჩვენი შეკრება, დღევანდელი ეს ურთიერთობა, ცხოვრებისეული ურთიერთობა ყველაფერი არის დაკავშირებული იმ სიწმინდესთან, იმ სიყვარულთან, რასაც მეგობრობა ქვია. საერთოდ ქართულ სიტყვათა ლექსიკონში არსებობს უამრავი სიტყვა, რომელსაც შესატყვისი თარგმანი არ გააჩნია მსოფლიოს არც ერთ ენაზე და მათ შორის ერთი არის მეგობრობა. ვერც ერთ ენაზე ვერ გადათარგმნი, ბევრი ეცადა, მაგრამ არ გამოდის, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ქართული ლექსიკონია მდიდარი და მე მეორე ჩვენ რომ მეგობრობა ვიცით, მე დარწმუნებული ვარ და მჯერა რატომღაც, იმიტომ თითქმის ნახევარი მსოფლიოს შემოვიარი და ესეთი მეგობრობა მე მგონი არც დარიცია. შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, მაგრამ ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი კოდი, ჩვენი აღზრდა, ჩვენი ისტორია, ჩვენი წესადათი სხვანაირია, სხვანაირ რამეს, სხვა უფრო ბევრ რამეს გავალდებულებს და ალბათ დარწმუნებული ვარ, რომ აქედან გამომდინარე მეგობრობა უფრო მეტი ვიცით, ვიდრე სხვა ერმა. სიძულვილის უფრო მეტი ვიცით, ამასთან მინდა გითხრათ, მაინც ახლა ნუ განებივრდები. მოკლედ, ერთ რამეს ვიტყვი, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი ცხოვრებისეული, რაც არსებობს ურთიერთობაში, ეს ბიზნესია, სწავლა, არ აქვს მნიშვნელობა, რა სამსახურიც არ უნდა იყოს, ყველგან გჭირდება აუცილებლად მეგობარი. იმიტომ რომ მარტო კაცი ჭამაშიც არ უქნია ღმერთსო და უმეგობრო ადამიანი ღმერთმა დაიფაროს. წევს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ერთ რამეს ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი მცნება არსებობს იმისა, რომ აი მაგალითად საიდან მოდის სიტყვა მეგობარი. ნუ ხა მეგობრობა ვიცით საიდანაც მოდის, მეგობრობა მოდის იმ კაცური სიყვარულიდან, რომელიც მართლა კაცურად ვიცით შენ და ვეფერებით ერთმანეთს, მაგრამ მეგობრობა მოდის ოდითგანვე, როდესაც საქართველოს იწოდა და ეს სინამდვილე, ეს უღალატობა, ეს ყველაფერი დაკავშირებული ემდით სიწმინდესთან. ხა ისტორიას თუ გადავხედავთ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენ არასდროს არ ყოფილვართ თავდამსხმელები, ყოველთვის თითქმის ყოველთვის ვიყავით, რა პრობლემა არ ყოფილა, ყოველთვის ვიყავით ხოლმე თავდაცვაში. იმიტომ რომ წალკოტია საქართველოს დღესაც რო გაიხედავთ, იმიტომ ვარ ამ დღეში წალკოტი რო არის. სულ ყავდა მომხდური მტერი. სულ ვიყავით თავდაცვაში რა და მართლმადიდებლობა, სარწმუნოება იმ ხელა დონეზე იყო, რომ მოძღვარი ბრძოლის ველზე უზიარებლად არ უშვებდა არავის, იმიტომ რომ იქიდან დაბრუნდებოდა თუ არ დაბრუნდებოდა, არავინ არ იცოდა რა და ხა უამრავი ლაშქარი შემოდიოდა და არ იყო იმის დრო რომ სათითაოდ ეზიარებინეს, უყელას გამოაღვრძანებდნენ ბარძიმსა და ფეშხუმს და ერთ დიდ გოფში აზიარებდა ყველა მებრძოლს. ერთ დიდ გოფში ნაზიარებს უკვე მეგობარი ერქვა და მეგობარს ბრძოლაში კი არა, ცხოვრებაში კი არა, არსად ღალატის უფლება არ ქონდა. ამიტომ იყო რომ 5000-იანი ლაშქრით 35-50-5000-იან ლაშქარს უგებდით. მეგობრობას გაუმარჯოს, უღალატობას გაუმარჯოს, სიწმინდეს გაუმარჯოს, ჭეშმარიტებას გაუმარჯოს და ჩემი სურვილია ჩვენ მეგობრული სიყვარულის ფუნდამენტი ჩავასხათ მეგობრობის სახლისა. ჩვენმა შვილებმა კედლები ამოიყვანონ, შვილიშვილებმა სახურავი დაახურონ და აი ამ დიდ მეგობრობის სახლში, მეგობრობის ფერხულში ჩაბმულებმა დავდოთ წუთი სოფლის ველო. გაუმარჯოს. მეგობრობა ყველა ურთიერთობაში მეტოს უპირველესი რა და ამას გაუმარჯოს ჩვენი ცხოვრების ჟანგბას, რათაც მეგობრობას. ბრავო. აი, ერთ-ერთმა თავიდანვე ვეღარ გაგვიძულო. გადაცემის იმაში არ ყოფილა ისტორიაში. ერთი ეჩქარება და გვემშვიდობა. მაიცა შეისადგიძელო უნავს, მეგობრებში გაგატარეთ, წადი. მეგობრებში. აბა მამუკას გაუმარჯოს. კეთილი მგზავრობა მამუკა. ძნელია. ხელოვნება მსხვერპლს მოიწვა. სიმღერის დასაწერად ნის კაცი და ეპატია. პროექტის გენერალური სპონსორია შატო თელავი. გადაცემის მხარდამჭერია ტაქსი დავინჩი 2-10-50-50. პროექტის გენერალური სპონსორია შატო თელავი. გადაცემის მხარდამჭერია ტაქსი დავინჩი 2-10-50-50. Sapti da imisere, tu si guarda sarà gaurelsa. E come te buci gauna, avgazioni saremo salvare. Come nadare. Asulisce di darde di savsi, anu geshem stai per temase.
ვარდების მეთქვა მაჯრის დუღილო ამდენსიავე როგორ გაუძე კაგიბედაო სისტრიალათა შეთვის დაგმი რეთმა შეგარდოს როგორც დედის ჩემოთელა ექსით მოშენის უხანამ სიცოცხლე ხარდამადეობის შეუძალოს შეხვათა დარმა გაგული ფარხმოს ისევა ისა ემდრელი ლურჯი გაუხუნარი გავგასიონი სადმოსაუბრე მომენალება აბსური შენი დარდები სოზე მანუგეჩეს დაიბები თმოზე მომენალება ვარდების მეთქვა მაჯრის დუღილო ამდენსიავეს როგორ გაუძე კაგიბედაო სისტრიალათა შეთვის დაგმი რეთმა შეგარდოს როგორც დედის ჩემოთელაო გავგასიონი სადმოსაუბრე მომენადრება რაზმიშენი დარდები სავსე მანუგეშებს დაიმები თმავსე ვარდების მეთქვა მაჯრის დუღილო ამდენსიავეს როგორ გაუძე კაგიბედაო სისტრიალათა შეთვის დაგმი რეთმა შეგარდოს როგორც დედის ჩემოთელაო სუთელავია სუფულავია ვეგენაცვალე სადაც წავალ სუთა უნდა გატაროთ ჩემო თამადა როგორც კახელი კაცი შენ საპატო ცემულოთ კერძი არისო შენ გენაცვალე მაისა მაეხმარე კაცო მოეხმარები განა მაგაზია მაგრამ სპეციალურ სოუსებთან და გარნირებთან ერთად. აი ხარე მაგარ ვილზე კია აგენავლება ხო მე მინდა აღვნიშნო სოფლიოში ყველაზე მაგარი ხაჭაპური აქ არა პურმარელი ძალიან მაგარია და ეხა სასწაული გაიგე თამრიკო ჯოხონიძეს რა დაურქმევი ამისთვის შენ ხარ დავით აღბრთოვანებული ეს სიმღერა ვის ხო თეონა ქუმსიაშვილის ჩემთვის უსაყვარლესი სიმღერა ზუსტად მაგიტომ ავდექი ჩემო კარგო ფეხზე თეონა დიდი ადამიანი იყო ბევრი ლამაზი სიმღერა დატოვა და მადლობა მინდა დათო კენჭაშვილს გადაუხადო იმისთვის რომ ბევრი სიმღერა გააცოცხლა დიდი მადლობა შენ დიდი მადლობა ბიჭებს უყოლას რომ ამ სიმღერას ესე ლამაზად ეფერებით და ერთ რამეს ვიტყვი რომ არ მეგულება ქართველი ადამიანი კი არა რა ვიცი ადამიანი ვისაც მკერჩი გული უდევს სუფრასთან იმ ძვირფასი ადამიანების სულის ადიდებელი რო არ თქვას ვინც ჩვენს თვალებს აკლია და გულებს არ დააკლება არასდროს იმიტომ რომ იმ ხალხმა ჩვენს გულებში დატოვა ისეთი შავი ლაქა რომელიც არ გაფერფთავდება არასდროს ნათელი დაუმკვიდრო სუფალმა სამარადის სასუფეველი აგერ 27 იანვარს იყო დაბადების დღე თეონასი ადიდოს მისი სული ღმერთმა ზია კვირიკაშვილის დაბადების დღე იყო 27-ში ცხონებული სანამ ცოცხალი იყო ხოლმე ვეღარ დავებოდით რომ პივით უნდა დავლიოთ შენი სადღეგრძელო ნინოობას ხარ დაბადებული და მზია კვირა ჩავიხედო ჩვენს გულებში ჩემო ძვირფასება აღარ არის სახელებს არ ჩამოყევი სათავეს ჩავყენებ ამ ორ ძვირფას ადამიანს ყველასათვის საყვარელ ადამიანს ჩვენი ოჯახებიდან საახლობლოდან სამეგობროდან სანათესაოდან ვინც ასულები არიან ყველა სამარდის სასუფეველი დავამკვიდროს უფალმა მე ჩვევათა მაქვს სადაც არ უნდა იყო ყოველთვის ვიზახი რომ იმ უპატრონო მიცვალებულების სულის ადიდებელი იყოს ვისაც მოგონებელი არ დარჩა ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ხინის უფრასთან აწეული ერთი ჭიქა ერთ დამთებულ სანთელს უდრისო და ჩვენ ვიღავ გიდგას რომ გაანათოს არ მოვიგონოთ ეს ძვირფასი ხალხი მიაგებოს მიცვალებულის რო ეშინია კახელს იცი მაგრამ სადღეგრძელო სადიდებელი ვიტყვი ისეთი რომ მიცვალებულის ეშინია რა და ქერძე სოფელში იყო საქეითოთ
მოსაღამონდა რო წავიდა სასაფლაოს მიადგა რა ჯვარი ხორობას და გაჩერდა. შავიდე თუ არ შავიდე. არა, ხო, არა, თან ფიქრობს, იმიტომ 4 კილომეტრი უნატრე დაარტყას, რო არ შევიდეს, მოკლეზე 4 კილომეტრი ჭრის. ვერ ეფიქრა, ამოტორლა კრუგი დაარტყავასო. ცოცხლისა უნდა გეშინოდეს, თორემ მკვდარ ვარ იყოს და შააჭრა. ოგე საღამო იყო და აშინებს, და. ოგე შუაში რომ მივიდა, კარგი სიმდელე იყო, ვეღარ დაინახა, და ჩავარდა. იწოლა ვერ ამოვიდა და გამაელის მე ამა მიყვანს უკვე. შეეგუა ღვინოს მეედო კარგად, ნუ. შოდილას აი ტრედის პერიოდში შეეპარაცას, მიწის თხრის ხმამ გააღვიძა. უსვათ აზე მოვიდა, სად იყო? ნახა უკვე რიჟრაჟი იყო, ამოსასწრელი იყო ორმოდა. ამოვიდა და რას ხედავს თავისი მეზობელი მესაფრავე შაქრო. სასაფლაოს ათხრეს და ნახევარი სოფელი ამან დაასაფლაო, ეხლა ნახე რა უყო და მიეპარა. ხნა. ყურადღება არ მიაქცია შაქრო. უკნე მოდა ერთი ხუჭი და ვერ შეაშირა მოკლედ და გაიცეგაც პახმელიაზე იყო გააგრძელა გზა და ის სასაფლაოს ღობეს უნდა გასცეს და უკნე ბაგვანი გაწვდა ლაფატკა მოხდა თავში. უსულო დაეცა და ეს მესაფლავე ეს დგას. აი აქ თუ გინდა ის ერნე გარეთ ვერ გაგიშვებო. შეშეული თემა. კი, გასა. ჩემო ძვირფასებო, სიცოცხლე გუგუნებს. ამის შემდეგ ერთი სიმღერა მომზადეთ აუცილებლად. სიცოცხლემ უნდა იგუგუნოს, უფალი ერთხელ გვაძლევს ცხოვრების უფლებას და ამ ცხოვრებაში უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ უკან მოხედის არც შეგვწყვეს და არც შეგვეშინდეს. ფარველ ანგელოზების მადლი გვეწეოდეს. ადამიანი როდესაც ზინათლება, უფალი მას ფარველ ანგელოზს უვლენს და ჩვენი ცხოვრების წესით ისე გვეცხოვროს, რომ არ გაგვეწპილებინოს და არ მივეტოვებინეთ ფარველ ანგელოზებს. ფარველ ანგელოზების მადლით ლამაზად გავიაროთ ჩვენი სავალი ბილიკი და ერთ რამეს ვისურვებდი, რომ თუ ოდესმე ცხოვრებაში დამდგარიყოს სიცოცხლე, სიკვდილის ბრძოლის საკითხი, სიცოცხლის ყოველთვის გაემარჯვებინოს. იმიტომ რომ სიცოცხლე არის ტკბილი. 100 წელს გადაცილებულსაც რომ მკითხო. გინდა კიდეს ეს გეტყვის კიო? 120-საც რო იყოს და რომ მოადგება დრო ამ ქვეყნიდან გასვლისა, ღმერთს ევედრება კიდე მასოცხლეო, ესე იგი აქედან გამომდინარე. შეიძლება არ გითხრას, მაგრამ უნდა. კი, მე ვერ მეტყვის, იმიტომ რომ უფალს უნდა შესთხოვოს. და მოვიშველიებთ არიო ჩანქსელიანის ერთ პატრა ლექს, რომელშიც აი ლამაზად დევს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რასაც სიცოცხლე ქვია. სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს, მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი, მტერიცა ყავდეს, მოყვარეს ყავდეს, მაგრამ არც ერთთან ჭამოს სირცხვილი, სიცოცხლე უნდა სიმღერას გავდეს, ვიდრემდე გული შეწყდება ფეთქვა და თუ ცხოვრებამ არ გაგიმართლა, უნდა თქვა მაინც, რაც უნდა გეთქვა. სიცოცხლეში გვარქმევინოს უფალმა ჩვენი სათქმელი და სიცოცხლის გუგუნს გაუმარ, კარგია. სიცოცხლის სიყვარულს გაუმარჯოს და ნაყოფიერი ყოფილიყოს ჩვენი სიცოცხლე. ძალიან უყვარდათ მიხოს და ბაროს ერთმანეთი და მიხო უკვე ბოლო წუთებს სიტყვის ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ნუ ეგრე მოხდა რა და ანდერს უბარებს, ანდერს. ხო და აი ხო ხედავ უკვე ბოლო წუთები, აი ბოლო დღეებს ვითვლი რა. მე ვაღარ ვიქნები, ხო გათხოვდები. ვაიმე, რა სამყო მიხო. ჩვენი სიყვარულის ისტორიის პატრონი. რას გავთხოვდი? არ გავთხოვდი. რა თხოვდი ხალხო? ახალგაზრდა ხალი ხარ, თავი არ დაიჩაჩანაკო, ხალხი არ ლაპარაკო, გათხოვდი. კარგი თუ ძალიან მაგალითად გავთხოვდები. მე რო გათხოვდები, სახში ხომ უნდა მაიყვანო? ვაიმე, რა სამ ჯერ ძალიან გამოთხოვე ახლა, სახში მომაყვანინეო. ვაი ყოქოლე 12 თვალი ოთახი ამოდონა ეზოყურე ბაბაღე ვენახე ვის უნდა უტუო მაი შენ ვერ მოული ყოჩაი გაეწევი გეტრო ამათაც მიხედოს სახში მოიყვანე კარგი ხო მოვიყვან მე რო გათხოვე სახში მოიყვან ჩემ მაშინაზე უნდა ეს თვალ საჭესთანო უი მე რასო ხატარება არის ისო მაგ ანეკდოტზე გამახსენდა ცოცხალი ანეკდოტი, რომ ბაბუაჩემს ქონდა სასწაული იუმორი, შურა ალექსანდრე. და მთელი ცხოვრება ბებიაჩემს ეხუმრებოდა, რომ მე რო გარდავიცვლებიო, ჩემ 40-ეო ვინც იქნებაო, არა, ბოდიში, ჩემ ქელეხშიო ვინც თამადა იქნებაო, იმას გაყევით ცოლათო და ნუ მოგეხსენებათ ქელეხი რომ მოახო, შარშან გარდაგვეცოლა, ბაბუ. ქელეხის დღეს ახლა რა მოხდებოდა, წარმოიდგინე, იყო ბევრი სიცილი და ბოლოს კიდე კაი. ისეთი ადამიანი დავნიშნე. არა,
ხლათ ბებია ჩემი ძმა. ბებია ჩემი ძმა დავნიშნე სპეციალურად რომ უხერხულობა თამადად. ასე რომ ყველაფერი მშვიდობიან. კარგია, ყველაფერი რაც კარგად თავდება. აბა სიმღერა. შენი ხილვა მონადრებულს ხაბასა სიზმარში აცმებული პიანაზას მადლო გამერცელოდინით არ გამიზამ შენი გულში სიყვარული შენ მობრზანა შენ ხარ ჩემი სახადე და სამაგაული ახლა სხვისი გაოცებაც გადავღალიდა მაზით ამბებასო სევადით სავასესადა სხვა სიმდიდრე რადევინა რაღადევინა გეფიცები თუ კი სადმე გამოჩვენია გაუჯერე ყოველმაგ კარგად ვიცი რაც სიცოცხლე ამიერით დამარჩენია ერთ კოცნაში ერთ ღიმილში გადაგიცი შენ ხარ ჩემი სახადე და სამაგაული ახლა სხვისი გაოცებას გადავღალიდა მაზით ამბებასო სევადით სავასესაგაზული სხვა სიმდიდრე რადევინატარო რაღადმინადა შენ ხარ ჩემი სახადე და სამაგაული ახლა სხვისი გაოცებას გადავღალიდა მაზით ამბებასო სევადით სავასესაგაზული სხვა სიმდიდრე რადევინა ყველა მამაკაცთან ვარ ხალავერც, ჩემო ძვირფასებო, აქ ეხა მამაკაცები ვარ შეკრებილი და მინდა გითხრათ, რომ აკალია სუფრას, მაინც თავისი რაღაცა ლაზათი არის ზუსტად არა მარტო სუფრის ჩვენი ცხოვრების გამლამაზებლები ჩვენი მანდილოსნები. ეხლა მანდილოსნები რო იქ ფეხზე წამოვიდნენ, მაგრამ ვინაიდან ჩვენა ვართ არ შეიძლება ნახავე მანდილოსნები. მაშინ ნაუდგეთ. ეგ დამოვიწყდა. ხო შენ ჩემო ძვირფასებო, ხო ესე იშვიათად ხარ ხოლმე. მიუჩვეველი ვარ მაინც. ჩემო საყვარელო ხალხო, მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ არ მეგულება სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც ხარს არ უმშვენებდეს, ცხოვრებას არ ულამაზებდეს და ხასიათს არ ულაღებდეს ის ძვირფასი ადამიანი, ვისაც მანდილოსანი ქვია. სრულყოფილება ზუსტად ეს არის, რომ ის მეორე ნახევარი, რომელსაც ადამიანი ეძებს და პოულობს, რომ შეავსებს და სრულყოფილება რომ შეიქმნება. მე მინდა დიდი სიყვარულით მივეფერო იმ ძვირფას ქალბატონებს, ვისაც ჩვენი დედიკოები ქვია, ვისაც ჩვენი მეუღლეები ქვია, ვისაც ჩვენი დაიკოები ქვია, ვისაც ჩვენი შვილები ქვია, ვისაც ჩვენი შვილიშვილები ქვია, მე პაპაკაცი გახლავართ უკვე სხვათა შორის პირველი შვილიშვილია ჩემი და საქალბატონე სოფია ბრძანდება. აი ეს ჩემო სრულყოფილების ნაყოფი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო. ვერ მეტყვის ვერავინ რომ ოდესმე შეიძლება მობეზრდეს ის სიამტკბილობა, რომელსაც შეიქმს ქალბატონი. გაუმარჯოს იმ ძვირფას ადამიანებს, იმ ძვირფას საგანძურს, რომელსაც გაფრთხილება, მოვლა პატრონობა ჭირდება და ვიტყვი ერთ რამეს, რომ გაგვიძლო, ჯანმრთელები იყვნენ, ბედნიერები იყვნენ და ყველა იმ ძვირფას ადამიანს დაულოცავ, ვინც ასოცირდება სიყვარულთან. ესენი არიან ჩვენი ძვირფასი ქალბატონები. ხლა ვინაიდან და რადგანაც ჩემმა დავითმა აი ესე ლამაზად გვიმღერა, თან ლამაზად გაუკეთა შესავალი ამ სიმღერას, მე გავაერთიანებ ამ სადღილძელოს და ვიტყვი, რომ ზუსტად სიყვარულს შეიქმს ის ძვირფასი ადამიანები, ვისაც ჩვენი მანდილოსნები ქვია. ჩვენ ძვირფას ქალბატონებს და საქალბატონეებს გაუმარჯოს!
კარგია. ქალი ქალობს დარიდან გულიანის დღეს თუ ერთმა მიგატოვა ხვალი პოვის ხა თუ გიგაცის სიტყვა ვაფასო შენ თუ ელიგა დღეს თუ არა ხვალე მოვა დადაგიგრავს თან ქალისეულით ერისო ქალი მოფერებისო დედავის რაბედია დედავის რაბედისო ქალი ქალოს დარიდან გულიანისა ქალი მაინც ქალია და მისემია და თუ გიგაცის სიტყვა ვაფასო დაუჯერება დღეს თუ ღმერთი არ ამწყალო ნუ მოიგავთა ქალისეულით ერისო ქალი მოფერებისო დედავის რაბედია დედავის რაბედისო ქალისეულით ერისო ქალი მოფერებისო დედავის რაბედია დედავის რაბედისო დედავის რაბედისო ჩემო ძვირფასებო ჩემო საყვარელო ხალხო არანაირი უფლება არ მაქვს დღეს აი ამ ლამას უფრასთან იმ ძვირფასი ადამიანების სალეგზელო არ შემოგთავაზოთ ვისაც ჩვენი მშობლები ქვია კახეთში იციან შანქნელ მშობელი ერთმა დაგილოცოს ჩვენი მშობლები ახ ფეხზე ვარ წამოვდგეთ ცოტა უხერხული იქნება ჩემო ძვირფასებო ფეხზე კი მუხლი ჩოქაუნავია თელევიზორ მარცინაში კი ბატონო ეს ის ამაგია რომელსაც ვერ გადაიხდის ვერავინ ცხოვრებაში და არავის არ გადაუხდია უბრალოდ შეიძლება დააფასო ეს ამაგი მინდა მშობლები დაგილოცოთ უყელოთ ჩემო ძვირფასებო ის საყვარელი ხალხი ვინც გშობა ვინც ამ ქვეყნის ავკარგი გაგვაგებინა ვინც მაქსიმალურად ყველაფერს ეცადა რომ ჩვენ ცხოვრების მართალ გზაზე დამდგარიყავით და მადლობა უფალს რომ ჩვენს სათქმელს ვამბობთ ჩვენს ქვეყანაში და ყველაზე დიდი ბედნიერება ის არის რომ სადღაც რაღაც პატარა კენჭს ვდებთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობისთვის ამ მშენებლობაში ეს არის ჩვენი მშობლების ყველაზე დიდი ბედნიერება ამას ხვდება ის ადამიანი ვინც თვითონ არის ამ რანგში მშობლის რანგში შეიძლება ვერ მიხვდე სანამ შენ საკუთარ პირად ოჯახ შექმნა შვილები გაყოლა იმიტომ რომ იმდენი ენერგია და იმდენი შრომა ჩასადები შვილების აღზრდაში რომ აი როცა უკვე დადგები ამის წინაშე მაშინ ხვდები თუ რაოდენ ძვირფასები არიან ჩვენი მშობლები და დაუჯეროთ იმ ხალხს ვისაც ამის გამოცდილება აქვს და სანამ გავხვდებით ჩვენ ოჯახის პატრონები და მშობლები მანამდე მივეფეროთ იმ საყვარელ ადამიანებს მე მამა არ ამყავს მამა ჩემი სულის განათლება იყოს წასულები ვინც არიან ამ ქვეყნიდან მიაგებოს უყელას ნათელი დაუმკვიდროს მათმა სულებმა ილოცონ ჩვენთვის ჩვენ აქედან ვილოცოთ მათი სულებისთვის და მშობლები ცოცხლები ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოს ჩვენი კარგი ცხოვრების წესით ჩვენი კაცობით ჩვენი სიყვარულით ჩვენი მართლმადიდებლობით მინდა გაუხანგრძლივდეთ მათ ცხოვრება მე ამ სადღეგრძელოს მივაბავდი ერთ 2-3 სიტყვას იმიტომ რომ თუ ვინმეს ჩვენთვის ამ ცხოვრებაში სიკეთე გაუკეთებია ესენი არიან ჩვენი მშობლები მათზე მეტ სიკეთეს ამ ქვეყნად ვერავინ ვერ გავიკეთებს და მინდა ასევე სიკეთის მთესველების მადლიანი ჭეშმარიტი ხალხის სადღეგრძელო დავლიო და ცხოვრების დევიზად დავიმკვიდროთ ერთი რამ რომ ჩვენმა ერის მამამ წმინდა ილია მართალმა რომ ბრძანა კაცად მაშინ ხარ საქები თუ ეს წესი წესად დარგე ყოველ დღესაც შენს თავს კითხო აბა დღეს მე ვისრა ვარგე ჩვენი მშობლების თამადობით ყველა სიკეთის მთესველ მადლიან ადამიანს გაუმართოს ამ ქვეყანას
შორი თავს გიხრი და შორი დეგესალმები გზებზე გაგიკიდებ ავთემუჯერილობე შეგანაჩუქარი ცისფერი გესალმები სულში ამოდია ნათი ზენა ესი გამჩენი სერემლი ხარ დილით მითხარი რამელი სოდვია სორა გარეგიდა რა შენიერი ხარ შეsis ფერღვავილე რატან ჯვასოდნია ჩიტები ნადურის თვალის ხომხირ და ვიგნება ყველაზე მეტად დღეს მე მჭირდები ხვალ შენი თვლები აღარ იქნება შორი თავს გიხრი და შორი დეგესალმები გზებზე გაგიკიდებ ავთემუჯერილობე შეგანაჩუქარი ცისფერი გესალმები სულში ამოდია ნათი ჩემო ძვირფასებო არანაირი უფლება არ მაქვს დღეს ჩვენს ქვეყანას არ მივეფერო ჩვენ საქართველოს ყველგან სადაც ყოფილ ვარ სიამაყით მithქვამს რომ ქართველი ვარ სიამაყით მithქვამს რომ საქართველოდანა ვარ და რომ თბილისელი ვარ დიდი ისტორია აქვს ჩვენ ქვეყანას თუ გადავხედავთ ახლო წარსულს ძალიან ლამაზი ძალიან უმშვენიერესი და ძალიან უსაყვარლესი სტუმართმოყვარე დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანა გვაქვს. გავმარჯვოთ ჩვენ საქართველოს, გავმარჯვოთ იმ ქვეყანას, რომელიც ღვთისმშობლის წირხვედრია და ვისურვებდი რომ აყვავებული, გალაღებული, გამწვანებული, ბედნიერი, გალაღებული და გაცისკროვნებული მენახოს ყოველთვის. მაგრამ არანაირი უფლება არ მაქვს ჩვენს ქვეყანას აი მე დიდი სიყვარულით არ ჩაუყენო სათავეს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი. რა თქმა უნდა საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულს მივეფერებ, მაგრამ დედაქალაქი მაინც სხვა თემა არის. დედაქალაქი არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც მოყოლებული იმ თავიდან ქალაქს ეძახდნენ და მისი დღესასწაულის ქალაქობა, თბილის ქალაქობა ესე იწოდება. აქედან გამომდინარე, ხა ჩემ ბავშვობაში არც დიდი ვარ, არც პატარა ვარ ყოველ შემთხვევაში. ჩემს ნათქვამზე პასუხი მომეთხოვება. ჩემ მახსოვს მე აი სუბნური ლამაზი ტრადიციების მოფერება, ის სიყვარული უბანში რომ გოგონას მიაცილებდნენ და იმან რომ მიაცილა იმისთვის ხმარო არ უნდა გაეცა და ეს სიყვარულები მახსოვს. თუ ნახვა უნდა სხვა განახავდნენ მე და ეს ამბავი იყო რა და ეს ლამაზი ტრადიციები დარჩა ლეგენდებად, მაგრამ ეს ცხოვრებისეული არის. ჩვენ ქალაქს გაუმარჯოს, ჩვენ თბილისს გაუმარჯოს. ყველა ადამიანს გაუმარჯოს. განურჩევლად კუთხისა, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი, ქალაქის ტრადიციები და ისე ისეგრძე განეც და ისე ითავისებს, როგორც ეს ჩვენ ქალაქს ეკადრება და ჩვენ ქალაქს შეშვენის. გაუმარჯოს ჩვენ ქალაქს, ჩვენ თბილისს გაუმარჯოს და კიდევ ერთ პატარა ლექს ვიტყვი, აი ამ სიყვარულით, ჩემო საყვარელო ხალხო. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში, სადაც იმეფებს სიკეთე, სითბო. სადაც არავის ჭირდება ფული და ერთ ღიმილზე ყველაფერს გითმობს. მინდა ვიცხოვრო ისეთ ქალაქში, სადაც ბოროტი ვერ გაიხარებს, სადაც თუ ვინმეს გაუჭირდება, არავინ შველას არ დაიზარებს, სადაც სიყვარულს არ გიგრძალავენ, სადაც ჰაერში არ სჭარბობს მტვერი, ქალაქში, სადაც არც ერთ სულიერს არ ეყოლება არასდროს მტერი. ჩვენ თბილისს აი
ხოხობის მოსულა. თბილისი. ხოხობი. მე მგონი ენამ გიყილა შენ. პირდაპირ აბანო თუ მინდა მოიყვანეს. გოგირდის წყლიდან არის. აი ძმაო, ქალაქური სუფრა პირველი თბილისელიც არის. ცოტა ისეთ მდგომარეობაშია, მაგრამ არა უშავს, რაღა იქნება. მინდა აღნიშნოთ, ძმაო, ესე იგი, გადასარევი ზარეულები ყავთ. ძალიან. გაფორმება შეხედე. ძალიან მაგარი. ის ქვევლით ის ნახე, ხელოვნების ნიმუშია. მალადეს, სავი. ეს ამხელა კარტოფილები სად იყო? ჩერნობილში. გიგანტური. გაიხარე. რუსთავის შადი გერცხლის მეჯადი აში სევაზე გადრუნუჩიდე ჩემი თბილისი საღამოვანდე დამერეკული ვერ დავიშვი დასიჯაბული აღმართებს მისდე შავნაბადას ქოროღლის მთელი დაქორებივით გაფრენი ხიდე ოქროს თბილისი უჭირავთ მთელი ჩემი თვალები შენს თვალებს ვარი როგორც მეტეხთა გვარსა გასხვარი შენ სიმღერებში მზესავით ვთქვა რომ თბილი გქონდე ფუძე მოგავდუნე ჩემს უთისო ისევ ჯობია შორი განგენახო არ შემიძლია მე შენთან ყოფნა შენ მე დამღარო ლამაზო სახლი ეძახი შენ სინათლის მარი როგორც მე ვთვლი ცივეულები ვარ შენ სულელში შემული ხარი დაგრიგალებში კედმოუხრელი ჩემი თვალები შენს თვალებს როგორც მეტეხთა მდგარსა გასთვარი შენ სიმღერებში მზესავით ვდგავა რომ თბილი გქონდე ფუძე და აში სევაზე გადრუნუჩიდე ჩემი თბილისი საღამოვანდე დამერეკული ვერ დავიმშვიდე დამერეკული ვერ დავიმშვიდე მოვიდა გაუმარჯოს. დავით მომწიფებული სადგილზელო იყო ჩვენ შვილებს გაუმარჯოს. გიორგი ჩემი შვილია. შვილებს დაგილოცავთ უყელას ვისაც ყავს დავით ვისაც ელოდები კეთილად მოაბრძანოს გენოცვალო ჩემი თავი კეთილად მოაყრევინოს შენ მეუღლის მუხლი. ჩემი გიორგის თამადობით მინდა. ხო და მინდა ჩემო ძვირფასებო გითხრათ ერთი რამ რომ გიორგის თამადობით შვილები მინდა დავლოცოთ, ახალგაზრდობა მინდა დაგლოცოთ, მოგეფეროთ უყელას თქვენ ახართ ის ადამიანები, ვინც ჩვენს ხურებას ავსებთ, ალამაზებთ და ჩვენი იმედები ხართ, ჩვენი დაწყებული საქმის გამგზავრებლები ხართ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაიხარეთ, გამრავლით და ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სიძლიერე
ხართ თქვენ, გაიხარეთ. შვილებს დაგილოცოთ, უყველა ჩვენი საახლობლოს შვილებს, ყველას გეფერებით თქვენ გენაცვალეთ. ჩემო საყვარელო ხალხო, დიდი სიყვარულით მინდა მივეფერო ამ ოჯახს, ეს ოჯახი არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, მე ხშირად ვარ ხოლმე ამ ლამაზ დაწესებულებაში და მინდა გითხრათ, რომ ამ ოჯახის მასპინძელი, ამ დაწესებულების მასპინძელი რამდენჯერაც მოვდივარ, აქ ხდება ხოლმე. ხა ამას ახსნა არ ჭირდება, 100 ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობია. რა სიყვარულია, ეს მარტო შეხედულებით არ არის, სიგემრიელითაც ზუსტად ისეთი არის და იმიტომ ვარ ხშირი სტუმარი. ბატონო მერაბ, მე მინდა დაგლოცოთ, ჯანმრთელობა გისურვოთ, მრავალი სტუმარი მასპინძლობის მადლი და ყადრი მოგცეთ ღმერთმა, მიუჭახუნებ და მოგიჭახუნებ. იცით რა არის? დღეს აი ამ ქალაქის ერთ ლამაზ ძველუბანში რა ესეთი ლამაზი ტრადიციული პურმარილი იშლება და ძალიან ხშირად არიან ხოლმე აქ უცხოელები სტუმრად ბევრჯერ მინახავს, თითქმის ყოველთვის. ეს არის იმ ფანტაზიის, იმ კაცობის, იმ სიყვარულის, იმ ტრადიციების ლამაზი დამსახურება და გამოხატულება, რასაც ჩვენ დღეს ვეზიარეთ აქ სულ ერთად. დაგლოცავთ. გაიხარეთ. დიდი ლამაზი სუფრები გაგაშლევინოთ ბევრჯერ. კიდევ ერთხელ მასპინძლობისათვის ღმერთმა სიკეთის სუფრებში გაგატარებინოთ მთელი ცხოვრება და ბედნიერების და ლხინის სუფრებში. დაუმარჯოს. დაგლოცოთ, იხარე და იმედი და ესე რესტორან ორთაჭალას თავისი სული ჩამდგმელი თავის მე პატრონითა და თავის სტუმრით. უცოცხლეთ რა. აღა და ბედნიერად დახვედრილი ყავით ყველას. დიდ მადლობას მოგით მოგზანებისთვის, ჩვენი აფასებისთვის, ლამაზი სიმღერებისთვის. უცოცხლეთ, გაიხარე. გაიხარეთ, დაუცილებელი ყავით. უცოცხლეთ, აი საფრთხეში მოგზავნეთ. ისოდეთ დალების პრობლემა არ არის. ტაქსი დავინჩი არის 250 რომელიც ჩვენ გვემსახურება, გადასარევი მანქანებიც არის, აი დავრეკავთ, მოვალ, წავალ სადასვიდეთ. ზოცა გაგიხარდება, დარეკეთ სპეციალურად გათვლიან ნასვამი მძღოლები. აქამდე გეთქვა, არ სვავდი. ჩემო ზვირფასებო, ყველაფერს რასაც დასასრული აქვს და მადლობა უფალს, რომ დღევანდელი საღამო ესე ლამაზად ჩავატარეთ. შეგვეწიოს ყოვლადწმინდა სალოცავები. ფუძის ანგელოზი ფარავდეს ოჯახს, ზავრის ანგელოზი კიდე ჩვენ, სადაც წავსულ მივსულიყავით, უფალმა თავის მოწყალების კალთა გადმოგვაპაროს და როგორც დავიწყე, ისე დავამთავრებ. ღმერთმა მოგცე შნოსა და დროსა, ჯანისა და ჯანმრთელობას, სურვილის და შესაძლებლობას, მისლომოს, მოფერების, ჩახუტების, ჭიქიაწევის, ერთმანეთის სიყვარულისა, მოფერების, ატანისა და გატანისა. გამრავლით და გაიხარეთ. აბა, დიდება უფალს, გაიხარეთ, ნო. ღმერთმა კარგ ხამებში გაქეიფოს, ჩემს გაკოცო, გულში ღმერთმა დაგლოცოთ. გაიხარეთ, ძმებო. ბიჭებო, უღმესი მადლობა კიდევ ერთხელ. გაიხარეთ. გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ.